მიჭირს ამ სიტყვის გამოთქმაც კი, მაგრამ აი ნანუკა და ციხე. ამ დროს ახანახე როგორ ავინთები ამ თემაზე სალაპარაკო. აი იქ რა უნდა გააკეთო? ერთადერთი რას ქვია? ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებ, იქ შევქმნი რაღაცა თხიურებს დავწერ გამოგზავნე უკვე ვიცი ჩემი სიტყვები როგორ იქნება სასამართლო პროცესებზე. სინამდვილეში ეგოისტურად ჩავთვლი, რომ თუ მაგალითად დიდხანს ჯდომა მე არ მომიწევს. არც ამ პატიმრებს აღარ მოვუწევთ, ეხლა დიდხანს ჯდომა ამის. მაგრამ ნახეთ როგორ რაღაცა მე მგონია გულწრფელად, რომ გარეთ უფრო ეფექტური ტიპი ვარ, ანუ უფრო მეტი რაღაცის გაკეთება შემიძლია, ვიდრე ის რომ თუმცა მგონია რომ ჩემი პატიმრობა ამათ დააზარალებს. ანუ მე არ ვარ ესეთი მიუხედავად იმისა რომ მათ გონიათ რომ ნაციონალებს რომ შემაზილავენ ამით მე არასოდეს არ დამიმალია რომ ნაციონალური მოძრაობის შემომხაზველი ვარ მიშა სააკაშვილის გამო არც არასოდეს არ დამიმალია რომ მე მიშას ამომრჩეველი ვარ მიშაზე მეტი ამ ქვეყნისთვის არც ერთ ქართველ პოლიტიკოს არ გაუკეთებია და შესაბამისად მე არასოდეს ეს არ დამიმალავს რომ მე ვარ მიხეილ სააკაშვილის მეგობარი იქ შევალ ქალები იქნებიან ჩემს გვერდით რაც კი ვისწავლე ტკივილების გადამუშავება ამ ყველაფერს იქ ჩავრთავ Aber ich lag gar nicht in das Krieg.